ეს არ არის უბრალო დაფნა, ეს არ არის უბრალო წირვალოცვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა და ჩვენი გამარჯვებისა. ილია მეორე უბრალოდ ესე იგი მოქმედებდა რაღაც საკუთარი სქემის და საკუთარი გეგმის მიხედვით. და ეს გეგმა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყო მიმართული ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ გახლეჩვაზე, ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ დასუსტებაზე. ყოველ შემთხვევაში ასრულები ამ გეგმის მესვეურები იყვნენ იგივე ჯაბაიოსელიანი, კომუნისტური ინტელიგენცია, ეს ქვიან პარტიული ნომენკლატურა, ახლა იგივე ეროვნული ფორუმი, ხალხის მხედრიონის წინა პერიოდში მე იგივე მაშვილთა კორპუსი ხო ვის მიერ შეიქმნა, ხო გურამ გელაძის ეს რაღაც კომუნისტი მაგნატების ესე ვთქვათ ინტელიგენციის და სასულიერო პირების მათ შორის ხარდაჭერით გესმის. ანუ აი ეს ის მუდამ ამ მხარეს იყო გესმის. ამ ხარეს აი ილია მეორე მაგალითად რეგულარულად ხვდებოდა ამ იქით მხარეს მდგომ პირებს ასე რომ ვთქვათ რა რეგულარულად ხვდებოდა მათ არაკლად მითი დალოცვა კურთხევა საჯარო რაღაც ღონისძიებებში არ ქონია შემრიგებლის როლი არ ქონია ეს გაზვიადებულია ეს არის ბრმევლის მოგონელი ზღაპარი რომ ეკლესია ყველას მამა იყო და ის უღირს შვილებზეც ვერ იტყოდა უარს ეკლესიამ უღირს საღირსულ შვილებზე კი არა თქვა უარი ან კი არ უნდა ეთქვა უარი ეკლესიამ ცალსახად უღირს დაუჭირა მხარი პატრიარქის გადახაზული და გადმობრუნებული სურათები ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ ქართული უახლესი ისტორიის ერთ-ერთი სახე გახდა დღეს ბევრს არ სჯერა ამის თუმცა ქვეყნის უახლესი ისტორია იმდენად კარგად იცის რომ ახსოვს ილია მეორის სიტყვები ჯაბა იოსელიანის იუბილეზე ედუარდ შევარდნაძის მონათლა და განსაკუთრებით ის დღე, როცა შევარდნაძემ გადადგომა გადაწყვიტა და მას ხელისუფლებაში დარჩენა დაჩოქილ ხალხთან ერთად პირადად ილია მეორემ სთხოვა. ვისაც კი ასოს უხსენებია ყველა გამოყარეს ეკლესიიდან და სემინარიიდან და აკადემიიდან. არა მხოლოდ ეკლესიიდან, აი სემინარიიდანაც კი ყველა გამოყარეს, ვისაც კი ასოს უხსენებია. ხო ხდები ახლა მხატვრულად ვამბობ რა. ახლა აქ ისე არ იყო საქმე, რომ ეკლესია პოლიტიკაში ვერ ჩაერეოდა და ის ყველას მამა იყო. ეს არის მინდა მოგონილი სისულელე. ახლა ორ თვეში შენ ადგედა იმას, რა ქვიან, იმას, ვინც საქართველოს სისხლში ჩაახრჩოდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ მიტინგზე გამოსული ხალხი ტყვიას მიიღებს და დაიხრიტება და შენ პატრიარქი გამოდიხარ და